16-დან 19 ივნისამდე ლონდონის სასამართლოში უკვე ჩანიშნულია განხილვა და სწორედ აქ იქნება დასასრული ბიძინა ივანიშვილის და Credit Suisse Life-ის დავის. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის საბოლოო ეტაპი, ბოლო ინსტანცია, სადაც უნდა გადაწყდეს უკვე ივანიშვილის მილიონების ბედი. საუბარია $607 მილიონ ბერმუდას მიღებული გადაწყვეტილებების შემდეგ ახლა უკვე ლონდონის სასამართლო სულ რამდენიმე დღეში ივნისში გამოაცხადებს საკუთარ გადაწყვეტილებას. რატომ ეშინია ივანიშვილს ახლა ყველაზე მეტად ბრიტანული სანქციები? კორუფციის მკვლევარები ღიად ამბობენ, რომ იმ შემთხვევაშიც კი თუ ბიძინა ივანიშვილი ამ დავას მოიგებს, შესაძლოა ვერ მიიღოს კუთვნილი $607 მილიონი და ეს თანხა მას გაეყინოს, რადგანაც დიდი ბრიტანეთი ემზადება ახლა პირადად ივანიშვილისთვის სანქციების დასაწესებლად. ბრიტანეთის სანქციების შემთხვევაში კი შეუძლებელი გახდება ამ თანხის მიღება. სწორედ ამიტომ მკვლევარები პირდაპირ ამბობენ, რომ ქართული ოცნების ოლიგარქის რეჟიმის პანიკა სრულად აგებულია ივანიშვილის ფულის დაცვის მიზნებზე. ამიტომაც ვხედავთ ბოლო პერიოდში მუდმივ თავდასხმას დიდ ბრიტანეთზე, რადგან თავადაც იციან, რომ შესაძლოა ივანიშვილს კიდევ 100 მილიონი გაეყოს. განცხადებები ივანიშვილის შესაძლო სანქცირებასთან დაკავშირებით მივა ბოლომდე და ივანიშვილი დასანქცირდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის მხრიდან. ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მას არ მიეცემა შესაძლებლობა გამოიყენოს ეს $607 მილიონი, ის უბრალოდ გაიყინება და არ გადაერიცხება ივანიშვილს. ეს არის სწორედ ის, რაც სინამდვილეში ივანიშვილს ადარდებს ყველაზე მეტად. ეს არის სწორედ ის, რის გამოც ის თავს ესხმის საკუთარი მარიონეტების ხელით, მათ შორის დიდ ბრიტანეთს უწოდებს, რომ თითქოს deep state-ია გაბატონებული, მოდი ასე ვთქვა და თითქოს ვინმე პიროვნულად ებრძვის. ეს რომ ასე იყოს, რა თქმა უნდა, ვერც წინა ინსტანციებში, ვერც ბერმუდის სასამართლოში ის ვერ შეძლებდა ობიექტური გადაწყვეტილების მიღებას. დიდი ბრიტანეთის იურისდიქციაში ივანიშვილის მაღალი ალბათობით სხვა ტიპის ქონებაც ძალიან ბევრი აქვს, იმიტომ რომ ვიცით, რომ მისი ოფშორების აბსოლუტური უმრავლესობა სწორედ დიდი ბრიტანეთის იურისდიქციაში იყო, მაგრამ ყველაზე ხელშესახები და ყველაზე მსხვილი აქტივი ალბათ არის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი აქტივი არის სწორედ ეს $607 მილიონი, რომელიც მას უნდა ჩაურიცხოს Credit Suisse-მა სასამართლოში წარმატების შემთხვევაში და რომელიც მას არ ჩაერიცხება, თუკი დიდი ბრიტანეთის მხრიდან ის დასანქცირდება. რა აქვს დღეს ქართული ოცნების რეჟიმის ლიდერებს სათქმელი? ტრადიციულად გასაკვირი აღარ არის, რომ ბიძინა ივანიშვილის ქება დიდებას ვისმენთ. ძალიან ბუნდოვანია მათი განწყობები, ამბობენ, რომ უნდა გაიმიჯნოს ბრიტანეთის ხელისუფლება, რომელთანაც მათ პრეტენზიები აქვს და ბრიტანეთის სასამართლოს, თუმცა ქართულ ოცნებაში ვერ გამორიცხავენ იმას, რომ შესაძლოა ივანიშვილის მილიონები მისი ანტიდემოკრატიული რუსეთის სასარგებლო ნაბიჯების გამო დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ. პირველების კითხვებზე პასუხად დღეს ოლიგარქის დეპუტატები ცდილობდნენ, რომ მაქსიმალურად შეეკოთ ბიძინა ივანიშვილი და ეთქვათ, რომ თუ მისი მილიონები გაიყინება, ეს ხალხს დაგვიდება. ბრიტანეთში მიმდინარე სასამართლო დარწმუნებულია, რომ სამართლიან გადაწყვეტილებას გამოვიტანს ამასთან დაკავშირებით, ის რომ ბიძინა ივანიშვილის მიმართ ეს ფინანსური ბერკეტი დიდი ხანია უკვე გამოყენებულია, ეს ყველა ვიცით, არაფერი არ არის გამორიცხული, ჯერისერთი არავითარი პანიკა არ არსებობს, პანიკა რო არსებობდეს, რასაკვირველია არ იქნებოდა განცხადებული პრინციპი, რომელიც ბიძინა ივანიშვილს გააჩნია. არსებობს საქართველოს ინტერესი, საქართველოს უპირველეს ყოვლისა სასამართლო ბრიტანეთის არ ნიშნავს ბრიტანეთის ხელისუფლებას. თუ ბრიტანეთის ხელისუფლების მიმართ გარკვეული პრეტენზიები გაგვაჩნია, ისევე როგორც ბრიტანეთს გააჩნია გარკვეული პრეტენზიები სხვა ხელისუფლებათა მიმართ, ისევე როგორც ბრიტანეთის მიმართ გააჩნია პრეტენზიები მაგალითად, რომელიც გამოთქმული იყოს თუნდაც ილონ მასკის მიერ პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი არის პოლიტიკური თემა. რატო უნდა გიხაროდეს
ის რომ ბიძინაევანის რესურსი მოაგდება, მაშინ როდესაც ზუსტად ვიცით რომ ეს რესურსი უშველებელი პროგრამებისთვის არის გამოყენებული, რომელიც ეროვნულ ინტერესებს პასუხობს. დღემდე ყველა პროცესი აბსოლუტურად რომელიც ბატონო ბიძინაევანიშვილმა წარმართა, მისივე გამარჯვებით დასრულდა და ზუსტად იგივე შედეგს ველოდებით ამ კუთხით. იმიტომ რომ ბიძინაევანიშვილი არის მარკეტინგი. უკაცლებია ბიძინა ივანიშვილის დავა კრედიტ სუისთან გრძელდება. ახლა არის უკვე საბოლოო ეტაპი ლონდონის სასამართლოში მოსმენა ჩაანიშნულია. საინტერესოა თავად ბიძინა ივანიშვილს რა ექნება სათქმელი ამ სასამართლო პროცესებზე თუ ის მიიღებს მონაწილეობას დასკვნით სხდომაზე. ფაქტი ერთია რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გაძლიერდა ბრიტანეთზე თავდასხმა. ბრიტანეთმა მიიღო უკვე სანქციები ოცნების რეჟიმის ლიდერების წინააღმდეგ და ახლა უკვე დიდი მსჯელობა მიდის რომ თავად ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი მოექცეს სანქციების ქვეშ.